გორელები გორის ციხის დაბრუნებას ითხოვენ. ისტორიული ციხესიმაგრე ამ დრომდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზე რჩება. ძეგლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის მოთხოვნით არასამთავრობო სექტორმა პეტიცია შეიმუშავა და ხელმოწერების შეგროვებაც ელექტრონულად დაიწყო. იქამდე კი სანამ ძეგლის გადაცემის საკითხი გაირკვევა, გორის ციხე ძველ იერსახეს კარგავს და გალავნიდან ჩამოცვენილი ლოდები ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ნახეთ ნიკა გაბლიშვილის და მამუკა მერებაშვილის სიუჟეტი. 60-იან წლებში აი ხოეტყობა ახალი დაშენებული როა ახალური დამნები გეცოდინა. ეგ რაც გაკეთა 60-იან წლებში და აღადგინეს კედლე, იმის შემდეგ არავინ არ მოკარებია. ტატიშვილის ქუჩა, სადაც 84 წლის ტურიკო ბითაძე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, გორის ციხესთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ამბობს, რომ აქ 90-იან წლებში დასახლდა და ისტორიული ძეგლის ნგრევას ყოველდღიურად საკუთარი თვალით უყურებს. მისი თქმით, გალავნიდან ჩამოცვენილი ქვის ლოდების საფრთხეს მასთან ერთად სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც უქმნის. ძალიან როცხელა, ქვას კდება. როსელდება და მოსავალნეა. არის შემთხვევა, რომ პატარა ბიჭები ასულან და იმათაც დაუგორებია თქვა და მე ავედი ერთხელ გამოვაკიდე, იქით ხაით გაიქცენა და საშიში არის მაინც რა. თუ გაკეთდება, ყველაფერი შეიძლება. გაუკეთებელი არაფერი არის ამ ქვეყანაზე. ვთქვით, რომ ქალაქი უნდა განაგებდეს მის ტერიტორიაზე არსებულ და მის სიმბოლოს. ისტორიული ციხესიმაგრე რომ განადგურების პირას არის, ამას იმ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც ამბობენ, რომელიც ციხის გადაცემას გორის მერიისთვის კულტურის სამინისტროს თხოვს. მათ აღნიშნულის შესახებ პეტიცია მომზადეს და ხელმოწერების შეგროვება ელექტრონულად დაიწყეს. მიშა ჩიტაძე თვლის, რომ ციხე ქალაქს ადგილობრივი ხელისუფლება უნდა განაგებდეს და მის კეთილმოწყობაზე ზრუნავდეს. ცენტრალური ხელისუფლებას მაინც ის ყურადღებას მაინც არანაირ ყურადღებას არ აქცევს ეს და ისე რომ ვთქვათ, არის არგუმენტები, რომ ფული დაждდება და რაღაცა, თუმცა არავის არაფერი არ უჯდება და ისევ არაფერი არ დაუჯდება. საკუთრება იქნება თუ რამე რესურსი გამოჩნდა, აქედან უფრო მეტი საშუალება იქნება გაკეთდეს, ვიდრე ცენტრიდან და თუ ცენტრს ამის გაკეთება უნდა, შეუძლია მუნიციპალიტეტს დაეხმაროს და მუნიციპალიტეტის ხელით გააკეთოს ეს საქმე. ისტორიული ნაგებობის გადაცემა ქალაქის მმართველობაში მისაღებია ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისთვის და წევრებისთვის. ისინი საკითხს დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა ისტორიული ძეგლის მოვლა-პატრონობა მუნიციპალიტეტმა ვერ შეძლოს. ძალიან კარგია, რომ გორის ციხე იყოს ქალაქის გამგებლობაში, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტი რამდენად გაწვდება აი ამ დიდი ძეგლის მოვლა-პატრონობას, თორემ მასზე შეიძლება ტურისტული პოტენციალის განვითარება, მას შეიძლება 1000 რაღაცის მოგონება, რომელიც აი ამ გორის ციხეს გახდის ძალიან ღირებულს. რომ ამ მომენტისათვის დღეს არ არის საჩქარო ამ ძეგლის გადმოცემა. მე ვარ პეტიციაზე ხელის მომწერი და ვითხოვთ, რომ გადმოეცეს სამინისტროდან ქალაქის მერიას გორის ციხე, რომელიც გამოყენებული იქნება ტურისტული თვალსაზრისით და ტურისტული კუთხით, თუმცა აქვე არის საფიქრებელი, რამდენად შესძლებს გორის მერია მისი მწირი ბიუჯეტით შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ციხესიმაგრეს ქალაქის ბალანსზე გადასვლის საჭიროებას ვერ ხედავენ გორის მერიაში, თუმცა უწყებაში პეტიციის არსებობას მიესალმებიან. ამ ეტაპზე გორის ციხის გადმოცემასთან დაკავშირებული საკითხი არ მიგვაჩნია, რომ დიდად მნიშვნელოვანი იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცალსახად ისედაც გაწერილია მე-7 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება-მოვალეობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებით, კონკრეტულად ჩვენც გვაქვს ვალდებულებები ძეგლის მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციაზე, რაც შეეხება კონკრეტულად გორის ციხის მოვლა-პატრონობას, თქვენ იცით, რომ ჩვენ დაცვის მიმართულებითაც ვახორციელებთ ღონისძიებებს, დასუფთავების მიმართულებითაც. იქამდე სანამ ისტორიული ციხის ბედი გადაწყდება, ის საკუთარი ესახეს ყოველდღიურად კარგავს. ნაგებობის გასამაგრებლად გორის მერიამ 25,000 ლარი გამოყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და შესაბამისად სამუშაოებიც დაიწყება.